ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, მე რატომ ხარ სრულიად ჩაცმული საცხოვრებელ აუზში და მაგაზე ჩემი პასუხი იქნება, რომ მზე არ არის, ვერ გავირუჯები და აქედან გამომდინარე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რატომ გავშიშვლდი ამდენი ადამიანის წინაშე თუ რუჯსაც ვერ მივიღებ. დღევანდელი ჩემი ჭორაობა სესიის და ნელ-ნელა წყალმეიკიდან წამიღო. ჩემი ნიჩაბი მაქვს, რომლითაც წესით ზერიგით უნდა მოვახერხო ხოლმე გასწორება და ბაბუოჩემთან თოკით დამაბა, რომ არ წავიდე იმის იქით. არის ჩვენი მეორე ჭორაობა სესია და გიერთდები ცოტა უჩვეულო გარემოდან, იმიტომ რომ უბრალოდ ეგრე მომინდა. დღევანდელი ჩვენი ჭორაობა სესიის მთავარი თემა არის საზღვარგარეთ წასვლა, საზღვარგარეთ სწავლა და ზოგადად საზღვარგარეთ ცხოვრება, კერძოდ ესპანეთში. არაჩვეულებრივად მესმის ის საკითხი, რომ მე საკმაოდ ბევრი პრივილეგიით ჩამოვედი აქ, იმიტომ რომ აქ ყავდა უკვე ჩემი ოჯახი, აქ მაქვს სახლი, აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი უკვე 30 წელზე მეტია და აქედან გამომდინარე მე არ მომიწია იმ სირთულეებთან შეჭიდება, რომელ სირთულეებსაც ისეთი ადამიანები ეჭიდებიან, ვინც მარტოები ჩამოდიან აქ და არ ყავთ ან ოჯახი ან სახლი არ აქვთ აქ. ამიტომ ჩემი პერსპექტივა ცოტა უფრო არ არის ალბათ relatable ბევრი ადამიანისთვის. ვიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით ზოგადად მოგზაურობა და სხვა ქვეყანაში თავის ამოყოფა ადამიანს კულტურულად ძალიან ზრდის და ძალიან ბევრ რამეს ასწავლის პირველ რიგში, იმიტომ რომ გიწევს ისეთ გარემოებებში თავის ამოყოფა, სადაც არიან სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ადამიანები, სხვადასხვა გაგების მქონე ადამიანები, შესაბამისად რაღაცნაირად ცოტას ყველასგან სწავლობ როგორც ცუდს, ასევე კარგს. და გამომდინარე ვთვლი, რომ მოგზაურობა და უცხო ქვეყანაში წასვლა არის ყველა ადამიანისთვის, მით უმეტეს ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულად ესპანეთს, ჩემთვის ესპანეთი არის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანა. სენტიმენტებში თავი დავანებოთ, რომ საქართველო არის ჩემი ყველა საყვარელი ქვეყანა, იმიტომ რომ ქართველი ვარ, იქ დავიბადე, გავიზარდე და გიждები უბრალოდ საქართველოზე, სამწუხარო არ ვარ დღეს ესეთ საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი საყვარელი მთავრობის გამო, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანაც ზუსტად ისეთივე მშვიდი იქნება და მართლა მშვიდობა იქნება, როგორც სიტყვაზე დღეს ესპანეთშია. კონკრეტულად ესპანეთს რაც შეეხება, ჩემი აზრით ესპანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქვეყანა იმისთვის, რომ ამ ასაკში წამოხვიდე და ან ისწავლო, ან იმუშაო, ან უბრალოდ დაისვენო, იმიტომ რომ პირველ რიგში ფასები არის ძალიან დაბალი. ძალიან დაბალი ფასებია. იტალიას და საფრანგეთთან შედარებით ძალიან დაბალი ფასებია. რა ქვეყნებშიც ვარ ნამყოფი, ერთ-ერთი ყველაზე თბილი ხალხია, სადაც კი მინახავს და რაც კი მინახავს, რაც კი გამომიცდია. ყველა ჩემს მეგობარს ყოველთვის როცა მეკითხებიან ღირს თუ არა ესპანეთში ასწავლო წამოსვლა, ვეუბნები, რომ კი ღირს და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე. ვთვლი, რომ 20-იანი წლები და განსაკუთრებით 25 წლამდე ალბათ ადამიანი უნდები საკუთარი თავის შეცნობას, გაცნობას უფრო კარგად და უფრო სიღრმისეულად და ეს უფრო დაჩქარებულად ხდება, როცა ცხოვრობ მარტო უცხო ქვეყანაში. გიწევს ისეთ სირთულეებთან შეჭიდება, როგორიც არის მარტოობა და ჩემი აზრით ყველაზე დიდი სირთულე ეგ არის, იმიტომ რომ მე მაგალითად გამიჭირდა თავიდან იმის მიუხედავად, რომ ჩემი სახლიდან 1 საათის გადაც ცხოვრობ ჩემი ოჯახი, მაინც ბევრი ისეთი მომენტი მქონია, როცა თავს მარტოდ გრძნობდი. არ აქვს ამის მნიშვნელობა მეგობრები ყავს თუ არ ყავს აქ, მაინც რაღაც მომენტში მარტოდ გრძნობ თავს და ჩემი აზრით მაგას თუ ადამიანი გადალახავ, მე ყველაფერს გადალახავ, საერთოდ და არ აღარ შეგეშინდება. უფრო კონკრეტულად კი რომ დავიწყოთ სწავლაზე საუბარი, მე ვსწავლობდი, მე ვსწავლობდი უნივერსიტეტ ევროპაში, დავამთავრე მაგისტრატურის კურსი, რომელიც იყო 1 წლიანი. და ალბათ ყველაზე კარგი რაც მე ამ უნივერსიტეტმა მომცა არის ის ადამიანები, ვინც მე მანდ გავიცანი. არა იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, ძალიან ბევრი დაქალი მყავს და ძალიან ბევრი მაგაცი მყავს, არა. იმდენად განსხვავებული ქვეყნებიდან იყვნენ ჩემი კურსელები, რომ ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის ეგ. საკმაოდ უცნაური იყო, როცა ერთ ოთახში ვისხდით 25 ადამიანი და თითქმის 25-ვე ვიყავით სხვა ქვეყნიდან. მით უმეტეს პატარა ასაკში თუ გაქვს იმის საშუალება, თუ გაქვს იმის სურვილი, რომ წახვიდე უცხოეთში, აუცილებლად უნდა გადადგა ეგ ნაბიჯი. აუცილებლად უნდა გადადგა ეგ ნაბიჯი, იმიტომ რომ ეგ დაგეხმარება კომფორტის ზონიდან გამოსვლაში და საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. ცხოვრობ ჩვენს ქვეყანაში და გარშემო გყავს ის ადამიანები, ვისთან ერთად იზრდები, ვისაც უყურებ მთელი ცხოვრება. არ გიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ძირითადად საღამო საათებში მქონდა ხოლმე ლექციები და ისე გამოდიოდა, რომ
დილიდან დაახლოებით 4 საათამდე ვიყავი სახლში, შემდეგ მივდიოდი უნივერსიტეტში, მოვდიოდი უკან დაახლოებით 10 საათზე უკვე სახლში ვიყავი ხოლმე. რეალურად ყველაზე რთული პერიოდი და რთული მომენტი იყო სახლში მოსვლა, იმიტომ რომ სახლში მოდიხარ, კი ბატონო დაურეკავ შენს მეგობარს, დაელაპარაკები, გაიცინებ. საბოლოო ჯამში ეს რაღაც მარტოობასთან შეჭიდების მომენტი შეიძლება ბევრისთვის დიდ პრობლემებთან ასოცირდებოდეს და დიდ სირთულეებთან ასოცირდებოდეს. მე პირადად ძალიან მომწონდა ის, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემეთანხმებინა, რას ვიზავდი, როგორ ვიზავდი, რანაირად ვიზავდი და რაც უფრო მარტო რჩები ადამიანი ჩემი აზრით ამასაკში, მით უფრო მალევე და მით უფრო სიღრმისეულად შეიცნობ საკუთარ თავს, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, სად გადის შენი საზღვრები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ეს საზღვრებს უფრო მკაცრად საზღვრავ და უფრო მარტივად იძახი უარს, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად უარის თქმა და არას თქმა ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არასდროს არ შემიძლია უარის თქმა, იმიტომ არ მინდოდა რომ სხვა ადამიანებს წყენოდათ, თუნდაც სადმე წასვლაზე უარის თქმა, თუნდაც რამის გაკეთებაზე უარის თქმა, ყოველთვის მიჭირდა ხოლმე უარის თქმა. მე 1 წლის განმავლობაში ზუსტად მაგაზე ვიმუშავე, იმიტომ რომ რეალურად არავის მიმართ არ ხარ ვალდებული, რომ ახვიდე იქ სადაც არ გინდა, ან გააკეთო ის რაც არ გინდა. როცა იაზრებ იმას, რომ მე მარტო ცხოვრობ, მე მარტო ვუვლი საკუთარ თავს, ბრუნო აკლია, ეხა მესამე, მაგანაც უნდა გამოიერო. კადრში შემომეჭრნენ, მაგრამ არა უშავს. ამაზე კარგი ვინმე შემომეჭრა. მადრიდის სატრანსპორტო სისტემაზე სულ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით სტუდენტური ცხოვრების გარდაუვალი ფაქტორი არის იმ კონკრეტული ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ზეპირად ცოდნა. მადრიდში არის მეტრო, არის ავტობუსები, არის მიწისქვეშა ავტობუსები და ეს ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ საცობებში არ დგახარ მithmet როცა გეჩქარება უნივერსიტეტში. მეტროს გარდა არის კიდევ ცალკე მეტრო, რომელსაც ქვია სერკანიას, რომელიც აკავშირებს მადრიდის გარეუბნებს ცენტრთან. არის განცალკევებული მეტროს სისტემასთან შესაბამისად უფრო ნაკლები ხალხი არის მან და არასდროს არ ხდება ჭედვა. მადრიდში მუდმივი მაცხოვრებელი არის 5 მილიონი ადამიანი. ამაში არ ვთვლიან იმ ადამიანებს, ვინც სიტყვაზე ქირით არის ჩასული დროებით, არის სტუდენტი. მაგალითად მე მაგ 5 მილიონ ადამიანში არ ვითვლები. მაგრამ არასდროს არ არის საცობი, მეტრო ძალიან იშვიათად პიკის საათის დროს თუ იყოს გაუსაძლისი მდგომარეობა არასდროს არ ყოფილა. და ეს ყველაფერი ღირს 10 ევრო. ახალგაზრდულ ბარათს როცა იღებ, გონი 26 წლამდე მოქმედებს ეგ ტარიფი, იხდი 10 ევროს და დადიხარ ულიმიტოდ როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსით და ასევე გარეუბნებს რო აკავშირებს მეტრო მაგითიც, რაც ძალიან კარგი შეთავაზებაა ჩემი აზრით და ძალიან ბევრი სტუდენტისთვის ეგ არის უბრალოდ შვები. მეტრო არის ალბათ 250 მეტრში არის თითო მეტროს სადგური, რაც ძალიან მოსახერხებელია. ხალხს რაც შეეხება, ესპანელი ხალხი ჩემთვის ყველაზე თბილი ხალხია ევროპაში. ესპანელ ხალხზე უფრო თბილი ხალხი და უფრო მეგობრული ხალხი მე მაგალითად არ მინახავს. ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან. ოღონ ყველა ასაკის ჯგუფი კარგ ხასიათზეა. ის არ არის მარტო რომ მარტო ახალგაზრდები დადიან გასართობად ან მხოლოდ რაღაც 30 წლამდე ადამიანები ერთობიან გაერთად. არა, გაერთად როცა გადიხარ, მით უმეტეს პარასკევს შაბათ-კვირას და იგივე წარმატებით ნახავ 80 წლის ქალების და კაცების ჯგუფს, რომლებიც ბარში სხედან, სვამენ, ერთობიან და კარგ დროსაც ატარებენ, იმიტომ რომ აქ ადამიანებს უბრალოდ ცხოვრება უხარიათ. ნებისმიერი ჩემი მეგობარი, ვინც აქ პირველად ჩამოსულა, ეგ აღნიშნა, რომ ესპანეთში ხალხს უბრალოდ ცხოვრება უხარია. ასოცირდება პირდაპირ თავისუფლებასთან. აქ უბრალოდ არ აინტერესებს მეორე ადამიანს შენი ცხოვრება, არ აინტერესებს შენ რა სექსუალური ორიენტაციის ხარ, თუნდაც არ აინტერესებს შენ რომელი ქვეყნიდან მოდიხარ. რა თქმა უნდა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც არიან ექსტრემისტები ჩემს თვალში და ანაიჭი მე ესპანელი ვარ და შენ უცხოელი ხარ და აქ რა გინდა, მაგრამ ძალიან ცოტა არის საფრანგეთთან შეთა ბუჩი, ეგ ბოთლი დადე. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მინდოდა რომ ამ თემასთან დაკავშირებით გადამეღო ვიდეო, წამიღო წყალმა. მესიჯი, რომელიც ჩავმივიდა TikTok-ზე 16-17 წლის გოგონასგან და რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, იმიტომ რომ რაოდენობა 16-17 წლის გოგოების, რომლებიც მწერენ ყოველდღიურად ეჭირებას რჩევა მსგავს თემასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი. მესიჯი შინაარსი იყო შემდეგნაირი, ეს გოგონა პირებდა წასვლას სასწავლებლად საზღვარგარეთ, თუმცა მისი მეორე ნახევარი იყო ამის ძალიან დიდი წინააღმდეგი და ამის გამო ახდენდა მასზე გარკვეულ манипуляციებს და ეუბნებოდა რომ წახვალ მანდ და მანდ არის გარყვნილება და შენ გარყვნილი ჩამოხვალ და ან საერთოდ აღარ ჩამოხვალ. მინდოდა რომ ამასთან დაკავშირებით გამეკეთებინა კომენტარი, დამფიქსირებინა ჩემი აზრი და იმდენი გოგოები რომ თხოვენ რჩევას ეს რჩევა რაღაცნაირად აქ ერთიანად მომექცია. ერთი გამოსვლებიდან გამომდინარე
გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც განათლებას და კარიერას ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე მაყენებინებდნენ და მიხსნდნენ თუ რატო იყო ეს მნიშვნელოვანი და ძალიან სწორია ეს, იმიტომ რომ თვლი რომ საზღვარგარეთ ცხოვრება ბევრად უფრო გაცნობს საკუთარ თავს. ახლა მე 1 წლის წინ მაგალითად სანამ აქ ესე მუდმივად 1 წელი გადმოვიდოდი და 1 წელი მარტო ვიცხოვრობდი უცხო ქალაქში, იმის და მიუხედავად რომ ბავშვობიდან ჩამოვდივარ აქ ზაფხულის სარდუდეგებს აქ ვატარებდი ხოლმე ძირითადად ან ზამთარში ჩამოვდიოდი ხოლმე ერთი თვით ან გაზაფხულზე. ესე გადამულად 1 წელი პირველად ვიყავი და პირველად ვიცხოვრე მარტომ და ვთვლი რომ უფრო მეტად გავიცანი და შევიცანი საკუთარი თავი. თბილისი ჩემი კომფორტის ზონა იყო. თბილისში მე დავიბადე და გავიზარდე, თბილისში მე მყავდა ყველა ჩემი მეგობარი, ყველა ადამიანი ვინც მყარებია და ვინც მიყვარდა ცხოვრობს თბილისში. არის ჩემი კომფორტის ზონა. და როცა დგები და მიდიხარ საზღვარგარეთ და რჩები მარტო და მარტო ცხოვრობ, გამოდიხარ ამ კომფორტის ზონიდან და ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლის მომენტში ზუსტად ეგ მომენტია, როცა საკუთარ თავს იცნობ რეალურად ვინც ხარ, რაზეც ხარ წამსვლელი, რაზე გინდა რომ უარი თქვა და ვერ ამბობდი, იმიტომ რომ კომფორტის ზონაში იყავ. ამიტომ გოგონებო და აქცენტს ვაკეთებ გოგონებზე, მაგრამ მხოლოდ გოგონებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, 2-ჯერ 2-4-ია. აქცენტს ვაკეთებ გოგონებზე, იმიტომ რომ მოთხოვნა და კითხვები ძირითადად არის 16-17 წლის გოგონებისგან. საკუთარი თავის წესიერად გაცნობა არის სამომავლოდ ჯანსაღი და ადეკვატური ურთიერთობის წინაპირობა. 17-18 წლის ასაკში უარი თქვი საკუთარი თავის განვითარებაზე, უარი თქვი თუნდაც იმ გამოცდილებაზე, როგორიც არის საზღვარგარეთ ცხოვრება, საზღვარგარეთ სწავლა, ამდენი კულტურის და ამდენი ეთნოსის ადამიანის გაცნობაზე უარი თქვი. და სიტყვაზე დათანხმდი შენს მეორე ნახევარს, რომელიც არ არის შენს მიმართ კეთილად განწყობილი, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენი, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი შენს მიმართ კეთილად განწყობილი, რომელიც უარს გათქვამინებს საკუთარი თავის განვითარებაზე. არ მესმის, ეგ არ არის სიყვარული, ეგ არის ownership-ი და ეგ არის, როცა შენ ჩემი ხარ და ჩემი დაგარქვი და მე რასაც მინდა იმას გააკეთებ. ეგ არ არის სიყვარული, შუაში არის ერთმანეთი. ვერ აარჩევ სწორ ადამიანს, იმიტომ რომ შენ არ იცი შენ თვითონ რა გინდა. არ იცი ვინ გჭირდება, როგორი ადამიანი გჭირდება, არ იცი. გონია რომ იცი, მაგრამ რეალურად არ იცი. გამოცდი მსგავს სიტუაციებში და გამოცდი როგორი ხარ მარტო ყოფნისას, ზუსტად მაშინ აარჩევ ადეკვატურ მეორე ნახევარს შენთვის, რომელიც არც შენ პირად სივრცეში შემოიჭრება, არც უარს გათქმევინებს ისეთ მაგარ შანსებზე, როგორიც ცხოვრებამ შეიძლება შემოგთავაზოს. არასდროს გექნება ისეთი მომენტები ძილის წინ, როცა იფიქრებ, რომ ნეტა სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა. მაგრამ საქმე იმაში, როცა გექნება ეგეთი მომენტები, სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა. სირცხვილისგან საკუთარ თავსაც ვერ გასცემ პასუხს. საერთოდ რომ თქვენი სურვილები შეასრულოთ პირველ რიგში, სანამ შეასრულებთ ნებისმიერი სხვა ადამიანის სურვილებს, თქვენი საზღვრები დააწესეთ, თქვენი მიზნებისთვის გეგმები გაწერეთ, როგორ უნდა მიხვიდეთ მაგ მიზნამდე, რა ნაბიჯები არის საჭირო, რაზე უნდა თქვა თუ არის, რაზე უნდა თქვა თანხმობა. დასაწყისში მე ვთქვი, რომ ჩემი point of view ყველაფერზე არის საკმაოდ ბევრი პრივილეგიით, იმიტომ რომ მე აქ მყავდა ოჯახი, მე აქ მყავს ოჯახი, მე აქ მაქვს სახლი, სამივე ჩემი ძაღლი აქ ცხოვრობს. 1 საათი გზაზე ვცხოვრობ მათგან და რომ გამიჭირდეს, ანუ აქ ჩამოვალ და ოჯახში ვიქნები, სახლში ვიქნები. ის დანაკლისი არ მქონია ამ 1 წლის განმავლობაში ფინანსური თვალსაზრისით გულისხმობ, მაინც 1 კვირის წინ ჩემს ქუჩაზე არსებულ ყველა ბარს ჩამოვუარე და შევდიოდი და ვეკითხებოდი თუ ჭირდებოდეთ ვინმე ჭურჭლის მრეცხავი. გავრეცხავდი ჭურჭელს, არ მაქვს პრობლემა. ეგეთი სირთულეები აუცილებლად გექნებათ და არ გეგონათ რომ მარტო ხართ, არ გეგონათ რომ ერთადერთი ადამიანი ხართ მაგ სირთულით, აგერ მეც მაქვს ეგ სირთულე, აგერ მეც ვფიქრობ იმაზე ყოველ დღე როგორ შეიძლება რომ ვიყო წარმატებული, რა შეიძლება რომ გავაკეთო და ყველაფერი იწყება პატარ-პატარა ნაბიჯებით. პატარ-პატარა ნაბიჯებითაც კი უფრო წინ მიდიხარ ვიდრე ერთ ადგილზე დგომით, ამიტომ როცა გადაწყვეტ უცხოეთში წასვლას და აქ ცხოვრებას, მუშაობას, სწავლას, არაფრის არ შეგეშინდეთ. არ შეგეშინდეთ იმის, რომ ვაიმე, სულ ესე ხო არ ვიქნებ და მუდმივად ჭურჭელს ხო არ გავრეცხავ. არა, ბებიაჩემ მაგალითად აქ როცა ჩამოვიდა პირველად 35 წლის წინ, იმის და მიუხედავად რომ ბებიაჩემ პროფესიონალი წარმომარჯიშე იყო და საკმაოდ წარმატებული იყო თავის სფეროში, 80-იანებში როცა წამოვიდა უკვე აქ, ქუჩებს ალაგებდა, მარმარილოს ქარხანაში მუშაობდა და დღეს მე მისი შრომით მოპოვებულ, მისი და ბაბუაჩემის შრომით მოპოვებულ სახლის აუზში წევარ წამოკოტრიალებული და ვიღებ ვიდეოს ჩემი YouTube-ის ბლოგისთვის. იწყება რაღაციდან, მთავარია რომ ადამიანს გქონდეს დისციპლინა, მთავარია გქონდეს მიზანი და არ გქონდეს ოცნება. არ მომწონს სიტყვა ოცნება, იმიტომ რომ რაღაც აუხდენელთან
ასოცირდება და რაღაც ილუზიასთან ასოცირდება, უნდა გქონდეს მიზნები. ჩემი მიზანია, რომ მეც რაღაც ჩემი პატიოსანი შრომით მოპოვებული ფულით და პატიოსანი შრომით მოპოვებული სახელით, იმიტომ რომ სახელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მომავალში ჩემი შვილი და შვილიშვილი აი ესე უდარდელად იყოს საღამოს წამოკოტრიალებული აუზში და იღებდეს ვიდეოებს თავისი ვლოგისთვის, სადაც უბრალოდ ხალხს ეჭორავება და დაარქვას ჭორაობა სეშენი. მოკლედ გირჩევთ, რომ საკუთარ თავის პოვნა და განვითარება ყოველთვის იყოს თქვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ეგ გახდება წინაპირობა თქვენ ცხოვრებაში ყველა სწორი გადაწყვეტილების და უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, როცა უკეთ გეცნობათ საკუთარი თავი. ჩემ შემთხვევაში უცხოეთში მარტო ცხოვრებამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა და მომავალში ბევრად უფრო კარგ გადაწყვეტილებებს, საჩემოდ კარგ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ დღის ბოლოს ჩემი ცხოვრება და საჩემოდ კარგი გადაწყვეტილებები უნდა მივიღებ. ამიტომ წარმატებები არ შეგეშინათ, რაც თავარია, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში იყოთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ მაგ სიტუაციაში და მილიონი ადამიანი არის ზუსტად მაგ დროს, ზუსტად ეგეთ ცუდ სიტუაციაში, უარესში თუ არა. და ნებისმიერი ცუდ სიტუაციიდან გამოხვალთ თუ საკუთარი თავის რწმენა გექნებათ. გაკოცეთ? დავიდი ახლა მომავიდე აქედან, თორე გავიყიდე.